დიპლომატები პარლამენტში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამჯერად ვიქტორ დოლიძეს და კოტა ჟღენტს მოусმინა. დოლიძემ, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, საგარეო ასპარეზზე ნაციონალური მოძრაობის პოზიციონირება აღწერა. მისი მონაყოლის მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფილი მმართველი პარტია ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებდა, რის მაგალითადაც კონკრეტული რეზოლუციები, განცხადებები და ევროპარლამენტარებთან საუბრის შინაარსი მოიყვანა. დოლიძემ თქვა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე ერთიანობის მიღწევა სწორედ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდებოდა. გამოსვლის დროს დიპლომატმა ცალკეულ ევროპარლამენტარებთან დიალოგებიც გაიხსენა. ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან წინა ხელისუფლების სასარგებლოდ პოზიციონირებაზე მიუთითა კოტა ჟღენტმაც, რომელიც 2012 წლის შემდეგ დიპლომატიურ მისიებს უზბეკეთსა და ქუვეითში ხელმძღვანელობდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ექს-პრემიერის თხოვნა გათვალისწინებულია, გიორგი გახარიას დროებითი საგამოძიებო კომისია დისტანციურად გამოკითხავს. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის და ნიკა გვარამიას საქმეების შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა, რისი მიზეზიც პატიმრობაში მყოფი სამი ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან კომისიის დღევანდელ სხდომაზე ონლაინ ჩართვაზე ოფიციალური უარი გახდა. მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია, რომლებიც კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო საპატიმროში იმყოფებიან, პარლამენტის და დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციას არც ამჯერად აღიარებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომისიის წევრები 2 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე გიორგი გახარიას თბილისის დროით 16 საათზე დისტანციურად მოусმენენ. ამ საკითხზე კომისიის წევრებმა პოზიციები დღევანდელ სხდომაზე შეაჯერეს, სადაც გახარიას წარმომადგენლის სამგვერდიანი წერილი განიხილეს. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გიორგი გახარიას დათქმების სახით კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს და მისგან მტკიცებულებების წარდგენის გარდა ონლაინ რეჟიმის უწყვეტად უზრუნველყოფას ითხოვს. ბატონი გიორგი გახარია წერს და წერს. ეს უკვე რიგით მეორე წერილია. პირველ წერილზე ჩვენ ზუსტად ამ ფორმატში ვიმსჯელეთ და ვთქვით უარი. მოგმართა წეღან 2-3 საათის წინ და ამბობს, გთხოვთ კიდევ ერთხელ განიხილოთ აღნიშნული საკითხი და გონივრულ ვადაში გვაცნობოთ. თქვენ მიერ განსაზღვრულ დროს ჩავერთვები. არაპირებს დაბრუნებას, როგორც ჩანს, რაღაცაზე მუშაობს, მე ჩემ განცდას ვამბობ და რაღაცისთვის იბრძვის, რაღაცისთვის იღწვის. იხვეწება, რომ ჩამრთეთ. მე ვხედავ საფრთხეს იმისა, რომ მან ჩართვა გათიშოს და ჩვენ ის ინფორმაცია, რაც არის ჩვენთვის მთავარი, ვერ მივიღოთ. ჩამოთვლილია ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ დისტანციურად გამოვკითხეთ. და ამბობთ, რომ დისკრიმინაციული მიდგომაა იმათ თუ გამოგიხდეთ, ჩვენ რატო არა? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ის აქ იყო, ჩაიბარა წერილი და ამის შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ ის არაპირებდა კომისიაზე არ მოსვლა. ჩაიბარა უწყება შეეშინდა და გაიქცა, ეს არის რეალობა და შემდგარი ფაქტი. ჩვენ მივეცით საშუალება, რომ 10 დღე და თითქმის მეტი გამოვიდა, რომ ჩამობრძანებულიყო კომისიაზე და შეეშინდა და არ მოვიდა. ეს იმის პასუხად, როცა პირველ დაბარებაზე კომენტარი გააკეთა, რომ მივალ და დავამთავრებ კომისიასო. ვინ დამთავრდა ბატონო გახარია, ახლა უკვე ჩანს. ჯერ შეგეშინდათ და ნაცებს დაგასრულებთო, მაგრამ ნაცებსო შეპირდა დავასრულებო, მე კოალიციაში აღმოჩნდა მათთან ერთად. დაუძმაკაცდა. იმედი გვაქვს, რომ ტელი არხის დროს მაინც არ შეეშინდება კომისიის, რომელსაც პირდებოდა დასრულებას. ხო, მინიმუმ ჩართვისას პირადი დაცვა არ დასჭირდება, რითაც იყო მობრძანებული წინა სხდომაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის მრავალსაათიანი სხდომა, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასე იქნება, რომელიც წინ გვაქვს, თუ კი ის ჩაერთვება, მანვე უნდა უზრუნველყოს, რომ არ იქნება ფსევდომიზეზების გამო გაწყვეტილი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად იქნება აღქმული, როგორც პასუხისთვის თავის არიდება ან კითხვაზე უარი სისხლის სამართლის 359 მუხლის გაგებით და როგორც ჩვენ თავიდანვე ვიძახდით, რომ არ ხუმრობთ და თუ შეიძლება სერიოზულად მოეპყარით კომისიას, არ გაიგონეს, ვინც არ გაიგონა, ვნახეთ რაც მოხდა და აქაც თუ შეიძლება დავრჩეთ კანონის ჩარჩოში და ყველამ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ
პასუხი. მანამდე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე ოპოზიციის ნაწილის მიერ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები განიხილა და ორ დიპლომატს მოусმინა. კომისიის სხდომაზე ვიქტორ დოლიძემ, რომელიც 2012 წლიდან ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ის წინააღმდეგობები გაიხსენა, რაც საქართველოს ოპოზიციის და ბრიუსელის მხრიდან შეხვდა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო კურსის წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მოქმედებდა და ბრიუსელში და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში მათი წარმომადგენლები ჩადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება პრორუსული ძალაა. ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში სახელმწიფოებრივი ინტერესებით არ მოქმედებს და მუდმივად ქვეყანას აზიანებს. ვიქტორ დოლიძემ დღევანდელ სხდომაზე ის დახურული შეხვედრებიც გაიხსენა, სადაც ევროპელი პარტნიორები კოჰაბიტაციის გამო წინა ხელისუფლების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის დანაშაულების დავიწყებას ითხოვდნენ. ქართული ოცნების კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინვე დაიწყო ნაციონალური მოძრაობის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიერ სერიოზული დისტრიბურება იმისა, განსაკუთრებით ბრიუსელის და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რაღაც რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად შენი ქვეყნის წინაშე იმ კედლებში აკეთო ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციების, დეკლარაციების, პოლიტიკური დოკუმენტების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღება თუ განცხადებების კეთება, ეს ყოველად მიუღებელი იყო. ნატოში შემოღწევა მაინც უფრო ნაკლებად ხდებოდა ამ შემთხვევაში ამ ოპოზიციური ძალის. კონკრეტულად ვინ იყვნენ დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტიდან და რა იგულისხმება მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში? ოპოზიციის მხრიდან იყო ჯაფარიძე, ცისკარიშვილი, მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, დარჩიაშვილი. 2015 წელს მაგალითად შეიცვალა დელეგაცია, მათ შორის ოპოზიციის, ჯაფარიძე დარჩა, მაგრამ იყო კანდელაკი, შემოვიდა თაქთაქიშვილი, დარჩიაშვილი დარჩა. და სათადარიგოში იყო მაგალითად თინა ბოკუჩავა. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით მაგალითად მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, რომ იგი დამნაშავე არის თუ არა. მე ესეთი საუბარიც მქონია. საერთოდ მაინტერესებს ის დამნაშავეა თუ არა. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის იპიპის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ხოს გარეთ. აი ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მერაბიშვილის მეუღლემ და ძმაკაცებმა სანდრო გირგვლიანი გაისტუმრეს თუ არა იმ ქვეყნად, მოკლეს, ამას ასე ქვია. და შემდეგ ვანო მერაბიშვილმა თვითონვე გამოიძია ეს საქმე და არასწორი მიმართულებით წაიყვანა, შემდეგ მკვლელები ჩასვეს ხუთსარვარსკვლავიანი სასტუმრე მოუწყვეს ციხეში, არაფერი არ დააკლეს და ასეთ ადამიანზე დახურულ კარს მიღმა ევროპელები გეუბნეოდნენ, საერთოდ არ გვაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ჩვენ მათ ამ როგორც პოლიტიკურ ძალას უჭერთ მხარს. სწორად გავიგე. ძალიან სამწუხაროდ ჩვენ ამგვარ არაფორმალურ კიდევ ერთხელ ვამბობ დამოკიდებულებასთან, მაგრამ მქონდა საქმე. თუ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაზე, უვიზო რეჟიმის მომხრეობაზე, ევროპაში გაწევრიანებაზე, თქვენ როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს მხარი დაგიჭირეს. ერთი შემთხვევა თუ ყოფილა. არ მახსოვს, არა. ვიქტორ დოლიძის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციის ნაწილის ნეგატიური ნაბიჯები დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციის და უცხოელების ნაწილის ინტერესები დღემდე ერთმანეთს ემთხვევა, რადგან როგორც კონსტანტინე ჟღენტი ამბობს, ლიბერალ გლობალისტ უცხოელებს უნდათ საქართველოში ისეთი ხელისუფლება იყოს, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს. სხვადასხვა დროს ევროპულ, არაბულ და შუა აზიის ქვეყნებში საქართველოს ელჩმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე მისი დიპლომატიური კარიერიდან ის ორი ფაქტიც გაიხსენა, რომელმაც უხერხულობა შეუქმნა. კონსტანტინე ჟღენტის განმარტებით, ერთი უსიამოვნება წინა ხელისუფლების დროს 2008 წლის ომს უკავშირდება. მეორე
კი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც მას პირად საუბრებში საქართველოს ელჩების ნაწილის მხრიდან პოლიტიკურ განცხადებებზე მიუთითეს. მომივიდა ცირკულარული ფაქსით, ცირკულარული წერილი სამინისტროდან. 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს, იმიტომ რომ 8-დან გაითიშა ყველაფერი. 8-დან არანაირი კონტაქტი აღარ იყო საქართველოსთან. იმაში ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა, პრაქტიკულად გასულები ვართ გვირაბთან და აღვადგინეთ იქ წესრიგი და ეხლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოითხოვეთ შეხვედრა ან მინისტრთან ან მოადგილესთან და იმუშავეთ იმაზე, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ რუსეთმა ამაზე არ მიცეს მწვავე რეაქცია. კალბატორი დამხვდა, იმასთან მივედი და მეუთხე მინისტრი აქ არ არისო, წასულიაო, მეუთხე მაშინ მოადგილესთან შევიყვანე. მაჩვენე რა მოიტანეო, წაიკითხა და მეუნება რომ შენო დღესდილა CNN-ს უყურეო? არამეთქი არ მიყურებია ისე წამოვედი რომ არ მინახე. შემოდიეთ ჩემთან კაბინეტში. შევედით და ჩამირთო CNN-ი და ზუსტად იმ მომენტში ჩართო ეკას ღულაძე რო იძახის ნუგეშინიათ ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. კარგი ურთიერთობა მქონდა ძალიან ლატვიის ელჩთან. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ჩვენ მას და კიდევ ერთი სლოვენიელი დიპლომატი იყო, რომელიც ევროკავშირის ელჩი იყო, 14-ში დავნიშნეს. უზბეკეთში და ტაჯიკეთში ალბათ უფრო 15-ია. მეუნება რომ ჩემი კოლეგაო, რომელიცო ჩვენ მეზობელ ქვეყანაშიო მუშაობსო, მეუნებაო რომ კაცო საქართველოს ელჩი დადისო და სადაც მევა ყველგან ლაპარაკობსო, თუ კაი რამე გააკეთა საქართველოში ვინმე მიშა სააკაშვილია და იმის მერე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. ბალტიისპირეთის ქვეყნების რადიკალური ცვლილება საქართველოსთან დამოკიდებულებაში. აქ მე მაინც უბრალოდ ჩემს აზრს ვიტყვი, როგორ მოქმედებენ ისინი. მათ აქვთ პანიკური შიში რუსეთის და ზიზღი და სიძულვილის ამავდროულად და თუ კი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე დგები, მათი მეგობარი ხარ, იმიტომ რომ ეს მათ აცილებს საფრთხეებს და სულად ნაკლებად დაინტერესებს ამ შემთხვევაში შენი ქვეყანა რა საფრთხის წინაშე დგება და როცა ამას არა და ამიტომაც სააკაშვილი მოსწონდათ კი ბატონო, იმიტომ რომ მათ საფრთხეებს აცილებდა და როცა ამას არ აკეთებ, ეგრევე ხდები მათთვის მიუღებელი. დროებითი საგამოძიებო კომისია 5 აგვისტომდე 2 სხდომას გამართავს. 2 ივლის დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები 3 პირს მოусმენენ. რიგ გარეშე სესიის შემდეგ კი 2 პირს, მათ შორის გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის სხდომაზე დისტანციურად უნდა ჩაერთოს. დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს, სადაც 6 თვიანი მუშაობის შედეგად მომზადებულ საბოლოო დასკვნას წარადგენს.